წლების აღიარებას შრომის სტაჟში და საპენსიო პროგრამაში. ეს მთლიანად ყველაფერი გათვალისწინებული იყო იმ მილიარდიან პროგრამაში. ეს პროექტი ითვალისწინებს, რომ ემიგრანტების დაბრუნება უნდა იყოს არა როგორც ლტოლვილობა, არამედ როგორც ახალი ევროპული ქვეყნის შენებაში ჩართულობა. ვისურვებდი, რომ ქალაქი ლაზიკა დაბრუნებული ემიგრანტების ქალაქად გამოცხადდეს, თავად ააშენონ და თავადვე იცხოვრონ იმ ქალაქში. სწორედ ეს იქნება ღირსეული დაბრუნება, რომელზეც წლებია უკვე ოცნებობენ ემიგრანტები. და ეს ყველაფერი ერთი წამი ძალიან ცოტა გადარჩა. და ეს ყველაფერი შესრულებადია ახალ თავისუფალ ევროპულ რეალობაში, რომელსაც ბატონი მიხეილ სააკაშვილი, როდესაც მიხეილ სააკაშვილიც გარეთ იქნება და თავადვე უხელმძღვანელებს ამ პროგრამას, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობით და გვერდში დგომით. იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ შეუძლია თუ არა მას ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, შეუძლია. ევროპა უკვე მზად არის, ასევე მისი ჩართულობით დავიბრუნოთ ქვეყანაში თავისუფალი გარემო და დავიწყოთ ევროპული ტიპის აღმშენებლობა. ამას მოწმობს არაერთი ევროპული სტრუქტურების მიერ მიღებული მხარდამჭერი დადგენილებები. საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ყველა პოლიტიკოსის თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის გათავისუფლების საკითხში. ჩვენ აქ ვართ, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ მოვითხოვოთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრის. ჩვენ ვთხოვთ ევროპას აიძულოს საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება ან განახორციელოს სისტემური სანქციები მის მიმართ, ფინანსური, პოლიტიკური და საკომუნიკაციო ბლოკირება. ეს არ არის ჩარევა, ეს არის დაცვა ადამიანის უფლებებისა და ევროპული ღირებულებების, რომელსაც თავად საქართველო ღიად ითხოვდა და ითხოვს დაუყალავად. და ბოლოს ეს კონფერენცია უნდა გახდეს ერთობის დიდი პრეცედენტი. მივმართავთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და განსაკუთრებით იმ ორ პარტიას, რომლებმაც გადაწყვიტეს არალეგიტიმურ არჩევნებში შესვლა. მიიღებთ მონაწილეობას მეგობრებო ამ არჩევნებში, რომელსაც ატარებს ოლიგარქიული რეჟიმი. არ მიიღოთ ორპარტიული გარიგებით გადაწყვეტილებები ხალხის გარეშე, გახსოვდეთ, რომ სწორედ ხალხი გიკვეთავთ და არა პირიქით. ასეთი მიდგომები სამუდამოდ უნდა დასრულდეს, თუ არ გაიაზრებთ, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არა ბიძინა ივანიშვილი, თქვენც მათთან ერთად გაგისტუმრებთ ეს ხალხი პოლიტიკურ მოუსწავლეთში. არჩევნები უნდა ჩატარდეს არა არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში, არამედ სამოქალაქო და საერთაშორისო ზედამხედველობით. და ბოლოს, ჩვენ ემიგრანტები არ ცხოვრობთ წარსულის ნოსტალგიით, ჩვენ ცხოვრობთ იმ იდეალებით, რომლებიც საქართველომ არ უნდა დაკარგოს თავისუფლება, ღირსება და ეროვნული არჩევანი. ევროპა კი ვინ თუ არა სწორედ ემიგრანტებმა უნდა ჩაიტანოს საქართველოში, რადგან ყველაზე უკეთ სწორედ ჩვენ ემიგრაციამ ვიცით ევროპული ღირებულებების ფასი. და სწორედ ამიტომ დღევანდელმა დღემ უნდა აჩვენოს, რომ ქართული ემიგრაცია ერთიანდება არა ვინმეზე შვილის საძიებლად, არამედ სამშობლოსთვის, ჩვენი საქართველოსთვის. მადლობა.